საღამო მშვიდობისა. როგორც ყოველთვის ორგვირიანი პაუზის შემდეგ თქვენს წინაშეა პატარა ტელეთამაში სახელწოდებით სიტუაცია პლუს. სტუდია მაესტროს საეთერო დროის ეს ნაწილი ჩვეულებისამებრ განსაზღვრულია მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს ჩახლართული ისტორიები. და რაც მთავარია, შეუძლია გამოსავალის პოვნა ნებისმიერი სიტუაციიდან. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი სირთულე და ბარიერი შეიძლება დაძლიოთ ორიგინალური აზროვნების საშუალებით, მაშინ ჩაერთეთ ჩვენს თამაში. სიტუაცია პლუს აფასებს თქვენს ორიგინალურ აზროვნებას და გაჯილდოვებთ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციიდან გამოსავალის თქვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი იქნება არც მეტი, არც ნაკლები ყველაზე ორიგინალური გამოსავალი. ახლა კი დღევანდელი თამაშის შესახებ. დღეს ისევ ვუბრუნდებით ოდნავ ბანალურ ოჯახურ ურთიერთობებს. მოკლედ, ამ საღამოს სიტუაცია პლუს წარმოგიდგენთ საკმაოდ უჩვეულო, ჩემი აზრით ტრაგიკულ ისტორიას. ერთ-ერთი ოჯახის ცხოვრებიდან. დაძაბეთ ფანტაზია და იფიქრეთ სიტუაციიდან ყველაზე ორიგინალურ გამოსავალზე. ეს ამბავი ერთი ჩვეულებრივი სახლის ჩვეულებრივ ბინაში მოხდა, რომელშიც ჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობდა. ცოლი და ქმარი. უკაცრავად ბედნიერი ცოლი და ბედნიერი ქმარი. როგორც მიხვდით, ბედნიერება იმაში მდგომარეობდა, რომ მათ საოცრად უყვარდათ ერთმანეთს. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მივყვეთ მოვლენებს. ბედნიერი ცოლ-ქმარი ხშირად აწყობდა ბედნიერ საღამოებს. ხო, სულ დაგვავიწყდა, მეუღლების ბედნიერება კიდევ მდგომარეობდა იმაში, რომ მათ ბევრი და კარგი მეგობარი ჰყავდათ. რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ გამორჩეულებიც. აი, თუნდაც ისეთი, როგორიც იყო ცოლის მეგობარი სახელად, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მას ვუწოდოთ უბრალოდ ცოლის უახლოესი მეგობარი. იგი ბედნიერი ოჯახის საკმაოდ ხშირი სტუმარი იყო. ისეთი ხშირი, რომ უკვე სტუმარიც აღარ ეთქმოდა. ის ჩვენს ცოლ-ქმარს აკითხავდა დღისითაც, ღამითაც, ზოგჯერ უდროო დროსაც. ზოგჯერ ისე დროსაც, როდესაც მისი მეგობარი, ანუ ცოლი, სულაც არ იყო სახლში. ეს ისე, სხვათა შორის. იმ დროს, როდესაც მისი მეგობარი, ანუ ცოლი სახლში არ აღმოჩნდებოდა, ქმარი და ცოლის უახლოესი მეგობარი, რა თქმა უნდა, შეძლების დაგვარად ირთობდნენ თავს, ტრადიციული გასართობებით. მოკლედ, ყველაფერი ჩვეულებრივად ხდებოდა. თუმცა ბოლო დროს ქმარი საკმაოდ უჩვეულო აღმოჩენებს აკეთებდა. მაგალითად, ერთ-ერთი ვიზიტის დროს აღმოაჩინა, რომ ცოლის უახლოესი მეგობარი შესანიშნავად თამაშობდა ნარდს. არა, ამაში უჩვეულო არაფერი იყო, მაგრამ საქმე იმაში გახლდათ, რომ ქმარმა საკუთარი თავი დაეჭირა იმაზე, რომ ცოლის მეგობრის თამაშის ტაქტიკით კი არა, მისი თითების მზერით ტკბებოდა. ხო, ეს კიდევ არაფერი. რამდენიმე ხნის შემდეგ ქმარმა ახალი აღმოჩენა გააკეთა. თურმე ცოლის უახლოეს მეგობარს შესანიშნავი ფეხები ჰქონია. ეს უკვე სერიოზული აღმოჩენა იყო. ხოლო როდესაც ერთ-ერთი წყნარ და იდილიურ საღამოს აღმოაჩინა, რომ უნებურად საკუთარ მეუღლესა და მის უახლოეს მეგობარს ერთმანეთს ადარებდა, მიხვდა, რომ მისი აღმოჩენები კარგს არაფერს მოასწავებდა. შემდეგ იყო უძილო ღამეები, ბევრი ფიქრი, საკუთარი თავის გაკიცხვა. მოკლედ ყველაფერი ის, რაც მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილ ერთგულ მეუღლეებს ახასიათებთ ხოლმე. რაც შეეხება ცოლს, უკაცრავად ბედნიერ ცოლს, იგი ვერაფერს ხვდებოდა. ვერ ხვდებოდა მაშინ, როდესაც უახლოესი მეგობრის მოსვლისთანავე ქმარი საქმეს იმიზეზებდა და სახლიდან მიდიოდა. ვერ მიხვდა მაშინაც კი, როდესაც მეუღლემ საკუთარი სახელის ნაცვლად მისი მეგობრის სახელით მიმართა. რას იზამ, ბედნიერი და უზომოდ შეყვარებული ცოლი ვერც წარმოიდგენდა, თუ როგორ განცდებში იყო მისი ერთ დროს ბედნიერი მეუღლე. ერთ დროს ბედნიერ მეუღლეს კი მართალია ძალიან ქეჯნი და სინდისი, მაგრამ სინდისზე მეტად ცოლის უახლოეს მეგობარზე ფიქრი არ აძლევდა მოსვენებას. ხო, ცოლის უახლოესი მეგობარი დაგვავიწყდა. იგი ალბათ ხვდებოდა, რა სჭირდა მისი მეგობრის მეუღლეს. თუმცა შეიძლება ვერც ხვდებოდა. მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ჩვენი გმირი საკუთარ თავს უკვე ვეღარ თოკავდა. ასე რომ, იძაბება სიტუაცია და ერთ დროს ბედნიერი მეუღლე და მასთან ერთად ბედნიერი ოჯახიც საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ. საკმაოდ ტრაგიკული ისტორია გამოგვივიდა დღეს. თუმცა თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თამაშია. მას ასე დაძაბეთ თქვენი აზროვნება, ფანტაზია და იფიქრეთ გამოსავალზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენს თამაში გაიმარჯვებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იპოვეთ ხო, კინაღამ დაგვავიწყდა დღევანდელი თამაშისათვის დაწესებული პრიზია სტუდია მაესტროს გენერალური სპონსორის ვითა სპრინტის 20 ცალის სპრინტი.
თამაშ ასე, ჩაერთეთ ტელეთამაში სიტუაცია პლუს, იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. სტუდია მაესტრო აგრძელებს მუშაობას. მე კი ინტერესით ველი თქვენს ზარებს ტელეფონზე 36 88 61. კარგად.